სტუმარი და არის ახლა გერონტი ვესპა სამაშობლო ბულბულიო და მომიტანა აქ თავისი ლექსების კრებული და ძალიან ბევრი ლექსი არის სწორედ აი იმ პერიოდზე საოცრებები წერია ჩემო სოზარ საოცრებები და გული წლებაა ეხლა მე მგონი თუ არ ვსები 25 თუ 28000 კაცი არის ძალიან ბევრი დაუბრუნდა სამოსახლოს მაგრამ მაინც ბევრი არიან მათაც პრობლემა აქვს ძველ ტოლებს ეს ახალის დაემატა და არის ხმეცნება ალბათ რომ აი შენ აგერ ამ სეგმენტს უდგები და მე დღეს მესიამონა პირუკუ პროცესი უნდა დაიწყოსო ერთადერთი ეს ოპტიმისტური განცხადება დღეს შენგან მოვისმინე და როგორ აპირებ რას აპირებ და მაყურებლების შეკითხვებიც იქნება და დარწმუნებული ვარ ახლა ყველას თავის პრობლემა აქვს და პირველი როცა დევნილებზე ვლაპარაკობთ მართლა აი მეორე დანაშაული რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა ის რომ ერთი ომით არგან ვერ აიცილა კი არა არაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად და მეორე რომ როდესაც მთელი სოფლიო გვეხმარებოდა ომის შემდეგ ეს იმხელა დახმარება იყო იმხელა მოცულობის რომ დღეს არც ერთი დევნილი დაუბინავებელი არ უნდა ყოფილიყო და სამწუხაროდ ეს ფული ამ მიზნით არ იქნა გამოყენებული ეს გადასტურებული გახდა ფაქტები მოწიებული გაქვთ ის 4.5 მილიარდი და 9.5 მაინც რო დევნილების დახმარებაზე ყოფილიყო მიმართული დღეს პრაქტიკულად ეს პრობლემა იქნებოდა გადაწყვეტილი და არ მოხდა ესე 9.5-იც არ უნდოდა რა ვიცი მაგრამ არ გაკეთდა და რაც გაკეთდა ნუ კაი იმის ავკარგიანობაზე აღარ ვილაპარაკებ რამდენად ხარისხიანად ეხლა რაც გაკეთდა მაგრამ დღეს უკვე საერთაშორისო დახმარებები მკვეთრად შევერცირდა ამ მიმართულებით ხა ბიუჯეტი გაიზარდა წელს და გაისად კიდევ გაიზარდება ძალიან სერიოზულად გაიზარდება თუმცა პრობლემა იმხელა იმდენად მასშტაბურია რა ხა იმის იმედი რო თქვა ერთ-ან ორ წელიწადში ეს გადაწყვეტილება ცხადად არ უნდა გქონდეს საერთაშორისო დახმარებები პრაქტიკულად გავიდა მინიმუმამდე იმიტომ რომ ახალი პრობლემები წამოვიდა მსოფლიო დინამიური აგრეთვე რა ხდება უკრაინაში რა ხდება ერაყში მაბადია პალესტინაში სირიაში უკვე ისინი ფიქრობენ რომ მოხდა ომი რამდენი წლის წინ იყო 6 წლის წინ ხო 6 წლის წინ 7 წლის წინ მოგეცეთ 9.5 მილიარდი იმის მერე კიდე გეხმარებოდი ეხლა გადაგეწყვიტა რა პრობლემა ეხლა და მუდმივად შენს დახმარებაში ხო არ ვიქნებოდი ეხლა შენ პრეზიდენტის სასახლეს აშენებ არაფერში ვერ გჭირდება 400 მილიონი გადაყარე იქ პარლამენტის შენობაში რომელშიც კაცი ვერ შესულა სადღაც რაღაცა რესტრის სახში ხო და ის ფიქრობს მე რომ ეხლა მე რა ვქნა კაცო მე დაგეხმარე და დანარჩენი ხა სულ შენაში ხო არ აი დადასტურებული გაქვთ 4.5 მე მახსოვს რომ ეს გამოვიდა ეს ალპინისტი და ინფრასტრუქტურაში დაიხარჯა ეს ფული და დამთავრდა ადროის ინფრასტრუქტურა იყო მართლა დევნილებისთვის დაიხარჯა ეს და ინფრასტრუქტურა არის თქვა სიტყვაზე პარლამენტის შენობას რო ააშენებ ისიც რა ინფრასტრუქტურული პროექტი მაგრამ მჭირდებოდა ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ხიდს რო გადადებო მტკვარზე არ ვიკამათოთ ლამაზია არ არის ლამაზი მაგრამ იქნებ დღეს სხვა რამე შეჯობდა ამ ფულის ჩადება რა აი ამაზეა ლაპარაკი ეს ბიუჯეტის ფული იყო დახმარება იყო ყველაფერი ერთად იყო და მიგომართა რა რაღაც პრობლემების გადასაწყვეტა დღეს ამის გაკეთება ბიუჯეტს უფრო უჭირს იმიტომ რომ დღეს როდესაც თქვა პენსია 40%-ით გაიზარდა კი თითქოს არაფერია 50 ლარი რო გახდა 90-დან მაგრამ ჯამში ეს არის ასეულობით მილიონი ხო როდესაც ჯანდაცვაში პროგრამები ხორციელდება რომლებიც თქვათ გასამბაგდა ჯანდაცვის ბიუჯეტი როდესაც დევნილის შემწეობა 42 ლარიდან 45-მდე გახდა ვითომ არაფერია 45 ლარი რა არის მაგრამ 100 მილიონი მიდის უკვე წლიურად მარტო დევნილების შემწეობაზე და ასეთი იგივე სოციალურად დაუცველი შემწეობა რო გავარმაგდა ეს ყველაფერი საბოლოოდ ბიუჯეტის იმ ნაწილს დააწვა რომ რითაც ახლა ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ ხო ეს რო არ ყოფილიყო თქვა როგორ თქვა რა პენსიებს არ გავზრდით მაშინ შეიძლება და დევნილების ყველა პრობლემა თქვა 3 წელიწადში გადაწყვეტილიყო 2 წელიწადში მაგრამ მიუხედავად ამისა ისევ გავიმეორებ წელს გაიზარდა გაორმაგდა პრაქტიკულად და გაიცად კიდევ ძალიან სერიოზული ზრდა იგეგმება ну минимум 15 მილიონით გაიზრდება ამ მიმართულებით დაფინანსება უშუალოდ მშენებლობებზე დაფინანსება. შეგეკითხები რა ახლა არ მახსენებ მაგრამ აი როდესაც ჩამოთვა დაიწყე შენ კი მესმის რომ ბევრგანოვის კონფლიქტი მაქვს. აი რაღაცა არ ვიცი როგორ ახერხებენ ეს არაბები ისერიკას ატეხავენ
აი კოლოსალური დახმარებები მისდით. აი ღაზის სექტორი ყოთ. დაახლოებით ისე 7-9 მილიარდი დოლარი აქვს და ბოლო 10 წელიწადში მიიღო. სანდი თანხებს იღება. კი ვიცი რომ არაბული ქვეყნები კონკრეტულად დავით. აი ხო ორკვირიანი ომიც არის ხო? პირველი ტრანში 150 მილიონი ევრო ევროკავშირმა გაუგზავნა. ერთმა 3000 თუ 2000 ოჯახს დაენგრა სახლი. გამიგე 150 ორ კვირაში მიიღეს და დაახლოებით მილიარდს ელოდებიან. ეს სერიოზულად სწავლობ. 4.5 მილიარდი გამოგუყვა მსოფლიომ და ეხა ომი იქ ორი კვირა იყო, აქ 4 დღე იყო და იქ 1000 რამდენი კაცი მოკვდა? 2000-მდე კაცი მოკვდა? არა, ეხლა აქ მაშინ 67000-მდე კაცი დატოვა სახკარი. მე დაბრუნა გორიდანაც გამოიქცა, ხა მთელი გორი კოცარიელი იყო. თუმცა გარო იცი, გაროში ნახევარი თუ არა მესამედი არის არაბულენოვანი სამყარო. ეხლა იქ ბაჰრეინი და მასკატი და ის კუვეიტი ეხმარება ყველას, მაგრამ დამიჯერე 7 წელი რო იქ იყოს აბსოლუტური სიწყნარე. ხო, ისინი ევროკავშირი დახმარებას არ იცნობდა. მე დავიფაროს რომ კიდე დავჭირდეს ის 4 მილიარდი და 8 მილიარდი. უბრალოდ, მაგრამ პარალელურად ცხადია ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს დონორებთან, აი ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს და ეხლა ის მოცულობები არ განმეორდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული დახმარებები იქნება და როცა ვამბობ, რომ ბიუჯეტი იზრდება, პარალელურად დახმარებები, ჯამში ცხადია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, გაგრძელდება და გაგრძელდება კიდევ უფრო მეტად. აი ხო 280 ოჯახი უნდა შევასახლოთ, აი შაბათს განაწილდა დღეს ბინები ფოთში, თქვა ზუგდიდში დამთავრდება ძალიან მალე შემოდგომაზე 200 ოჯახზე მეტი 300 ოჯახამდე არის. იგივე ხდება თქვათ თბილისის შემოგარენში, რუსთავში შევასახლეთ 15 ოჯახი და ესეთი ზოგი წვრილი, ზოგი მსხვილი პროექტი გრძელდება იგივე თბილისის ზღვაზე, ბინების გარკვეული რაოდენობა ჩინელებისგან, ჩინელები რო აშენებენ ოლიმპიური ქალაქი უნდა შევისყიდოთ. და ესეთი პროექტები გრძელდება და არაერთი და არა ორი. ეხლა ერთი იდეა მაქვს შემოსულდა, რა ვიცი, ეხლა დათოსა შენ წინამორბედსაც ვიდებით იმაშრებოდი ვაწუხებდი ხოლმე, მაგრამ წმინდა პრაქტიკული ის ამაკ იდეა და აი შენ მინდა გაგიზიარებ. არავის არ იმაშვები, მაგრამ მოდი რა ესე თქვა, ძირითადი მასა პოლულებისა და უბინაურები არიან სამეგრელო და მეგრელები არიან. მეგრელებს ძალიან კარგად ეხერხება სამზარეულო ოჯახის მოვლა და აშენეთ. მე არ შენ იცი თუ არა. მე ვიცი ურებში. დაახლოებით არის 27 სასტუმრო, ნომერ პირველი პრობლემა აქვს კადრები. მართლა პირველი პრობლემა აქვს კადრები. ბათუმში ახლა მე სადაც ხმობ, ჯერმაკი იქადა სადარბაზოა. დამგველს ეძებენ, რომ დაალაგოს. აი რომ დაგავს. აძლევთ დღეში 25-30 და ვერ პოულობენ. მართლა გეუბნები, ეს სადღაც საბოლოო ჯამში არის ჩემს ვარაუდით 100-დან 120-მდე სასტუმრო, პატარა სასტუმრო, დიდი და ეს სახლები, სადაც შეიძლება დასაქმდეს ხალხი. აი ამ კუთხით არც ერთ ყოველთა მინის არ შეუხედია, იმიტომ რომ ყველას თქვენთვის ნომერ პირველი პრობლემა რატომღაც არის დასახლება, მაგრამ დასაქმება არ არის პირველი პრობლემა. ამ კუთხით შეხედეს ოზადა ეგება აი ბათუმზე პოპულეში იცი და პრობლემაა ეს ისიც, აი მომსახურე პერსონალი იმეებში რა კაფეებში და ასებლებში და გოგონიაში ვიყავი მე გუშინში. ნუ აი შაბათს თუ კვირას ვიყავი. არა ყავთ ხალხი, ვინც აი მოემსახურება ჩამოსულებს. სასადილოს აი კარგი პოვარო, იმ ზარეულს რომ ეძახა, დეფიციტი არის და ამ ხალხს მეგრელ ფარებს ეხერხებათ ეს. აი სახლის დალაგებას ეხერხება, დააკრიალება, დაუთოება ისა და აი ეგება ორიენტაცია გადაიტანოთ, ფოჩი რომ გაასახლეთ, აი მიშან დაიწყო ის იდიოტობა და აპატიება თქვენმა თავრობამ ააგვირგვინა და კიდე 10 თუ 12 პორტალში მიამატა. იქ ვერ დასახლდება ხალხი. აი სტილი აიღეთ ამაზე რომ თან დაასახლო და თან დაასახლო. არა, ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, იგივე ბათუმშიც პროექტი დამთავრებულია მშენებლობების და სავარაუდოდ ალბათ. ხაცი რომ მშენებლობები ბათუმში გადაიტანოთ, აჭარაში რო გადაიტანოთ. ბათუმში დაპროექტებული გვაქვს საკმაოდ დიდი მშენებლობა, ბათუმში ვაპირებთ, ზუგდიდშიც ვაპირებთ, ეხლა არ მინდა ცოტა დაპირებების თქმა, მაგრამ პროექტები სადაც არის, ზუგდიდში დასრულებული არ არის ჯერ პროექტი, ბათუმში დასრულებულია, ქუთაისში დასრულებულია, გორში პროექტირება მიმდინარეობს.
და დასაქმება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მარტო დასაქმება არა, ის რომ ადამიანებს თქვათ რაღაცა შევასწავლოთ, რაღაც ახალი პროფესია, რაღაცა თავის რჩენა შეძლონ. ზოგადად ასეთი ეკონომიკური სიდუხჭი, რამდენი ხნის დევნილობა და არა მარტო დევნილობა, იწვევს ერთგვარი ამ ჩვევების დაკარგვას. და ჩვევების დაკარგვა ზოგჯერ იქამდე მიდის, რომ ადამიანებს მუშაობის დაწყების ეშინიათ, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ მე რომ მუშაობა დავიწყო, შეიძლება სამუშაო ხვალ დავკარგო და ამის გამო არ დავკარგო სოციალური დახმარება. მაგალითად, იყო სოფლებში, სადაც მითხრეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება 4-5 თვიანი სეზონური სამუშაო ეშოვათ, ერთჯერადად, მაგრამ თქვა 600 ლარი თუ 500 ლარი არ მუშაობდნენ, იმიტომ რომ აქ რომ ვიმუშავე 6 თვე, მე მომეხსნება სოციალური და მე სოციალური გრძელვადიანია და უფრო ხანგრძლივია. ესეც ის არის, აი, ამდენი წლის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დაუკარგა რაღაცა ბრძოლის უნარი, შრომა, შეიჩვიენ თითქოს თავის გაჭირებას და ესეც ჩვენი პრობლემა, რომელიც ერთად უნდა დავუძლევთ. მოგიწევთ ამ პრობლემაზე. არა, მუშაობთ ამაზე. ურეგზე მინდა გითხრა რა. აი, სადღაც არის 70-მდე სასტუმრო ურეგში. და ურეგი არის სპეციფიკური. სხვათვის არის შეიძლება ზამთარში ნამყოფი ხარჯვარი. მე ზამთარში ვიბადი, ერთი კაცი არ ცხოვრობს ურეგში, იცი? მართ არ ცხოვრობს, არა. ზამთარში არ ყოფილა. გეუბნები, სიცილით მოვკვდი, რომ ცარიერია. 7-8 კაცი არის, ყველა ლოთობდნენ, სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ და ხელფას ულტიან 200-დან 400 ლარამდე სასურველს უნდა უყაროთ და სუძინავ და სოსვამენ. პირობითად გეუბნები. რა არის, იცი? აი, მათა სეზონურია, მაგრამ იქ უკვე აპრილი და მაისიდან ჩადიან დამსვენებლები ვინ ინვალიდები. აი, მე თქვენ ადგილას, აი, ურეგში 200-მდე ტოლოს ვივცემდი პირობებს, რომ იქ იცხოვრო და დასაქმდებიან, სოზარი, დასაქმდებიან. აი, გამოიმუშავებენ, იცი რომ უჭირთ ურეგში, აი, არის ერთ სასტუმრო, ახლა ნუ არ ვიტყვი, 80 ნომერია, 80 ნომრის დალაგებაში თითქოს იხდიან ესენი. ჩამოდიან თბილისიდან ქუთაისს და ვიღაცა ქალები, ხო? აი, 2-3 კვირა ძლებენ გარბიან მერე. ისა შვილი ავად გამიქდა რაღაც დენადობა არის არ ნახული. ვასალოთ მათ სასტუმროს ადმინისტრირებაში აი ესეთ სეგმენტების ისა გაძღოლა და დასაქმდებიან იქად იქვე იცხოვრებენ. ყველა სასტუმრო არა ამ ფულს აძლევს რომ იქირავოს სადმე 10 ლარი და 15 ლარი ერთი გამი. რაღაც აი ამ პროფილით რო წავიდეთ, მაინც ეს ხალხი სვისხარიდან არიან თოვლები აფხაზეთიდან და აი ბათუმი არა ეს 10,000 დაიტევს რა. კიდევ ერთ-ერთი იდეა, რაცაც ის განხორციელებასაც ვაპირებთ, არის უკვე დევნილებთან და ეკომიგრანტებთან ორებესთან დაკავშირებული ერთგვარი სამოდელო სოფლების გაკეთება. სამოდელო სოფელი, სადაც მარტო ის კი არა რომ სახლი აუშენე და მივაგდე, არამედ პატარა მეურნეობის შექმნაში რომ დავეხმარები და დაიწყებს და გაძლიერდება თვითონ ვიღაცას დაასაქმებს, თვითონ დასაქმდება სხვას დაასაქმებს. ესეთი სამოდელო სოფლების გაკეთებაზე ვფიქრობთ ასევე და ესეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება, რომ ის ადამიანები უბრალოდ შევასახლე და ხელბლელი დავებანა მე. ესე კი არ არის, არამედ ის ადამიანი მე თავსაც ირჩენს, ბიუჯეტში შეაქვს ფული, სხვასაც არ შეძ და ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. სამხრეთ საქართველოში. იქ აი 10-20 ოჯახი ფერმის გავსი, 50-100 ძროხა რომ ისე რძეს და ყავს მოიყვანენ, კაცო. იგივე შეიძლება ხელშეს ფასში სატელი ცავერილოა. მოცეχνეთ ვინმე ერთი 10 ოჯახი გახსოვებია და ძალიან შრომელი ხალხი არის ეს აფხაზეთის ისეთი ტოგილები და აი ოღონ დაასაქმეთ, აი 1000 ხვარი რომ ისე და გაუძლეს. ძალიან შრომელი და ძალიან ნიჭიერი ხალხი შორის. 1 კილოგრამი. შენ კი ილაპარაკე იქ რა ქვია დიასახლისებზე, მაგრამ იგივე ახალგაზრდობა მოდის, რომელიც აი ყველაზე წარმატებულები არიან ხოლმე სამსახურს სადაც დაიწყებენ, ყველაზე ადვილად იკეთებენ კარიერას, იმიტომ რომ შრომელები არიან და ნიჭიერები და იგივე განათლებაში შესასწავლობენ ყველაზე წარმატებულები არიან. მე ბაბათე რა ზოლა მინდა რომ იცოდე, მოსკოვში ახლა 1 კილოგრამი გუდის ყველა $100. აი ამას წინაზე გავოცდი რომ გავიგე რომ ერთშენი ჩაფრიგა ვილაცინგისები და 2 ტონა გუდის ყველა იგი და თვითონში გადაიხადა 100 ფუნტი თითო კილოგრამში. აი ჩავასახლოთ რა იმის შატილისკენ. წავა ძალიან ბევრი წავა. მივაბაროთ ხვარი
გუთის ყველს დაამზადებენ და კოოპერირების გავსი რაღაცას მოახდენენ იქ 1000 პერსპექტივები შეიძლება უკვე სხვა ის კრიტერიუმები არის საჭირო და კარგია რომ ეს მიგიგნიათ აი ამ მიმართულებით იგივე ისე ეკომიგრანტებით არის მოსავსე ის სამხრეთ საქართველოში მომლა უნდა მაგა და ახლებული დატვირთვა და თუ შეძლებთ ამ წელიწადს რაღაც გაგებებს დაიქნა ამ წელიწადსაც ერთი 10-მდე პროექტი არის რომელიც უნდა დამთავრდეს ზოგი შეიძლება ვერ მოესწროს მაგრამ ზოგი დიდია 300 ბინიანი 280 ბინიანი ზოგი თქვა 25 ბინიანი ზოგი რეაბილიტირებული ზოგი ახლა დაშენებული მაგრამ ეს წელს ზოგი არის წელს დაიწყო გაისად დამთავრდება ზოგი გაისად დაიწყება და თქვა 2016-ში დამთავრდება და ეს მუდმივი უწყვეტი მთელი გეგმა არის შემუშავებული და ახლა ამ გეგმის განახლებაზე ვმუშაობთ ზუსტად სად როგორ უნდა გამართდეს და სად რა უნდა მოხდეს აქ არ შედის მხოლოდ დევნილები აქ არის იგივე ეკომიგრანტები რომლებსაც არანაკლებ სერიოზული პრობლემაა უამრავი ადამიანია რომელთაც ისეთ სახში ცხოვრობს რომ უბრალოდ იქ ცხოვრება პრაქტიკულად სახიფათოა შეუძლებელია და თითოეული სახლი უნდა იქნეს შესწავლილი. ყოველთვის გვაქვს ერთი პრობლემა, რამდენი ადამიანის არ უნდა დააკმაყოფილო ეხლა ჩვენი სახელმწიფო შესაძლებლობიდან გამომდინარე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტია, ვინც დაუკმაყოფილებელია. ყოველთვის არის უკმაყოფილება, რომ მე რატო არ შემხვდა. ამ შემთხვევაში შემუშავებულია ძალიან ესეთი კაცრი კრიტერიუმები, რომ ადამიანი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილოს, რა ქულების სისტემაა, თქვა, მეტი ქულა გაქვს, ესე იგი უფრო მეტად გაჭირებული ხარ და მეტად გეკუთვნის. თქვა, დამთავრდა 10 ქულიანი, მერე 9 ქულიანს ერგება, მერე 8 ქულიანს, 7 ქულიანს და ასე მოდის ნელ-ნელა გამოდი. შეცდომა რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, ოღონდ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ, თუ ვიღაცას რაღაც შეეშალა, მაგრამ არც იმას არ გამორიცხავ, რომ ვინმე რომელიმე თანამშრომელმა თქვა რაღაცას ქულა მოუმატოს ან დააკლოს. რა თქმა უნდა ეს ადამიანები ვართ, ადამიანურ სამყაროში შეცდომაც იქნება, დანაშაულისკენ დრეკილებაც იქნება, მაგრამ ამას გამოვასწორებთ, მაგრამ ის რომ ქულების გარეშე ვიღაცა მიიღოს ცნობობით ან რაღაცა მოვიდეს და იქ თქვას რომ მე ახლა თუ არ მომცემ და იმაზე წინ ვერ თუ არ დამაყენებ და გზას გადავკეტავ თავს დავიწვა ვერ გავაკეთებთ ამას, იმიტომ რომ საკმაოდ ერთი ესეთი გამონაკლისი გავუშვათ, თემი სისტემა დაინგრევა რა. რატომ დაეხმარა იმას და რატო თქვა 10 სხვა უფრო გაჭირებული გამჭვირვალე დაკეთეთ. ბუნებრივია, ეხლაც გამჭვირვალეა და კიდევ უფრო მეტად მინდა ეს გამჭვირვალე გავხადო, რომ რაც შეიძლება მეტი გარე ადამიანები ჩაერთონ. გარეში გულისხმობა არასამთავრობოც რა ვიცი, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების, ომბუდსმენის წარმომადგენლები, აი დღეს ფოთში მოხდა განაწილება ბინების უამრავი უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ დარჩნენ მიღმა, მაგრამ რას ვიზამთ ახლა, ყველას ვერ ეყოფოდა ის 280 ბინა, მაგრამ ამაში მონაწილეობდა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციაც, სახელმწიფო კანცელარიიდან არის უკან ისა. მოკლედ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები იყვნენ და ეს იყო ძალიან ისეთი ღია და გამჭვირვალე პროცესი, მედიაც ესწრებოდა და ღია იყო. სოზარ მე 3 წელი ეგ დავდივარ ბევრი ახლობელი მასპორტში და მართალ დასაქმების პრობლემა არის ყველაზე მთავარი. ეგებარი რაღაცა აჭარის ხელისუფლებასთან კოოპერირებით ან სასწავლებელში ატაროთ ეს ხალხი პლოტიდან, აი ტურისტულ და სასტუმრო სერვისში რომ მიიღონ მონაწილეობა და რაღაც ცოდვები არის, უმუშევარია ყველა ტოლული, ვინც კი ფოთში დასახლდა ამ 4-5 წლის მანძილზე. რაღაცა ფორმე მე ხო ვატყობ რომ მე რაღაცას ნოვაციას ეძებთ, მაგრამ აი რაღაცას მოიგეთ რა. ერთ-ორი კვირა რაც დავიწყეთ მუშაობა და პირველი დღეები მაინც უნდა გაცნობას, სიტუაციაში შესვლას, თანამშრომლების შესწავლას, ვინ ამართლებს, ვინ არ ამართლებს და ამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა დაიწყო და აჩქარებით არ გამოასაკმო, მაგრამ ძალიან ყარად და მტკიცედ ვაპირებთ მიზნისკენ სვლას. თუმცა ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა პირადად პრემიერისგან, მთავრობისგან ზოგადად, აი დღეს როცა უყვებოდი მე და სამეგრელოს გუბერნატორი იყო, ხელში გუბერნატორებს ხვდებოდი და როცა უყვებოდი თქვა ზუგდიდში რა დღეში არიან დევნილები,
გაოცებული კი არა, გაცეცხლებული იყო, რომ რაში იყრებოდა ფული წლების განმავლობაში, რაში იყრებოდა ეს ფული, მაშინ როცა შეგვეძლო ეს პრობლემა გადაგველახადა. ახლა ზუგდიდზე ექსპრესიულად გავაკეთე აქცენტი, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი და ყველაზე რთულ პირობებში სწორედ ზუგდიდში იმყოფებიან, კი. თბილისშიც, გორშიც, ყველგან, მაგრამ ზუგდიდი არის ყველაზე ასეთი ცხელი და მწვავე წერტილი დღეს, სადაც ეს ადამიანები უკვე რამდენი წელია, 20 წელია ცხოვრობენ გაუსაზღვის პირობებში. თემა შეიქმნა დაავადებულთა, დაჩაგულთა მიუსაფართან პრობლემის და ყველაზე დიდი პრობლემა სუბიექტური, მაგრამ არ ვიცი ახლა მე დათოსთანა ვიცი რომ ბევრი მიდიოდა იმ დათომისთან და არა გვაქვს ახლა ძალიან სტუდენტი ახლა რა სოციალური დათვით სტუდენტი რო სწავლობს, თინეიჯერს გულის უსაქმური გალოქდება განარკომანდება. სამბები ყოველმა ვერ გადაიხადა saulis ქირა. რაღაცა ნეჭერი კაცი კაცი მინისტრ მადეკი და ანიჩფუბია რაღაცაკენა პრემიერ-მინისტრთან დააყენეს საკითხი რომ თუ კი დაუშვათ ტოლვილის თანხას გადაიხდეს რომელიმე საწარმო პირობითად გეუბნები მას რაღაცა ეგრეგეს გადასახადი დაუკლონა რაღაც ძალიან ბევრია თუ მე მეხსიერება ვღალატობს 10,000-მდე უკვე არის ტოლვილებმა ვინც შეწყვიტეს სწავლა ეგრევე კლასიფიკაცია გაუქმდა მნიშვნელოვანი თემაა აუცილებლად დავიწყებ ამ თემის შესწავლას. ფინანსთა სამინისტრომ რაღაცა შეღავათი გაუკეთოს იმ სასწავლებლებს, სადაც აი ძალიან ბევრი არის ტოლვილი, ვინც შეწყვიტა სწავლა. სოციალები არის, მართლა სოციალები არის. ახლა პოლიტექნიკოში ვიცი რომ ბევრი ტოლვილს ეხმარება თავად ის რექტორატი, მაგრამ ისე ეს არის ვაშწვეთი. სისტემა რომ მოიფიქროს რომ ტოლვილების დაუშვათ ეს მისი სტუდენტობის შეწყვეტა იყოს აი უკიდურესზე. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აუცილებლად ამ საკითხს მივხედავთ. აი ვარსაგიბალეში ხებენ ყველა ტოლვილები, იმიტომ რომ ბავშვები ახლა ყველა ოჯახი ვინც კი აქვს ტოლვილი და ძირითადად მაგათ მიზანი არის ბავშვი გამოყვებული ბავშვი ქუჩაში დადგა სოდაჩი შატვარი დაიკარგება გასში ტოტალურად ახალგაზრდა განარკომანებულია ის მეგონი იქაური ხელისუფლებას უწყობს და ზოგადად პერსპექტივაა იქა და საერთოდ მიშვებულია იქ ეს ბრუნვა ადამიანებზე და ავიღოთ ეს ხელში რა სოლა რა სტატისტიკა მოძებნე რა თუ არის კი არა ამას აუცილებლად ამოვუბრუნოთ მართლა იმდენი და იმ სხვადასხვა მიმართულების პრობლემაა ყველაფრის გადაწყვეტა ერთბაშად რა თქმა უნდა შეუძლებელია მაგრამ თლიანობაში სწორი მიდგომით ადამიანზე ზრუნვით და სწორი პრიორიტეტების დასახვით ყველა პრობლემის გადაჭრა რა თქმა უნდა შესაძლებელია ესე ნაბიჯ მეთოდურად წინ უნდა ვიაროთ მეცას გეტყვის არ ვიცი ახლა იმ დათოსაც მეუბნებოდია და მე შემომითვალა რომ იმჟელეთო და ალიმუშებს აი ისევ მეუბრუნდები და შეესიგივე შემოხდა ბევრი ფული გახარჯება თქვენ სახლები შენებლობ კიდევ ერთხელ აგერ აგვისტო არის ილბაში გერმანიაში ჰოლანდიაში არის ეს პრინციპია ისეთი რა 2 ოთახიანი 3 ოთახიანი აი 700-800 ევროდან 2000-მდე ის 10 წლისა და შვენიერი ის 10 წლისა მეტად მემაშოვია გადადით ამაზე რომ აი დაფრახტოთ რაღაცას სატრანსპორტო საშუალება 100 წელი მაინც ჩამოიტანეთ სადაც უცბად რაღაც შეფე სიტუაციებია რომ აი კომპაქტურად უცბად მიკროქალაქებით გააშეროთ 20 ოჯახიანი მაინც რომ გაიწყოს რომ აი ხან უჭირს ოზა თოლულებში მაგრამ ახლა მაინც გრძელვადიან რა თქმა უნდა შეიძლება ვფიქრე ყველაფერზე თუმცა მაინც უფრო გრძელვადიან და სტაბილურ განსახლებაზე არის აქცენტი ფული მიგზო შეიძლება უცბადაც მოხდეს ამათი დაფრება რა იცი როგორ განვითარდება უკრაინა რუსეთის დრამა თუ ტრაგედია და იგება იცი რაღაცა დაიძრას იქაც და აქაც ნუ რუსებსაც კვილის ტკივილი აქვს გუშინცი ღამე უყურე 740,000 ეყავთ აღრისხული ტოლები თუმცა ჩიტაშიც კი ასახლებენა მთელი რუსეთის იმპერიის უღალატო პერიფერიებში ასახავთ თუმელი დევნილები დაგავიწყდათ არ ვიცი მე რა არის გასახსენებელი ხასაკისკუში იყავს ავტობუსში დევნილები დაგავიწყდათო და არც დევნილი არ დაგვიწყდა აი რა შეშორებას ავტობუსში ცხოვრობ დევნილებს ხო ვიპას უყოთ არ ვიცი რა საშველი გაქვთ იქ ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემა წყალსუბო არ ბინაობა ის რომ სადაც არის შესახლებული
საკუთრება თუ რემონტი, ყველგან ერთნაირი პრობლემებია და ეს ერთბაშად სტალტუბო რაც არის იგივეა ქუთაისი, იგივეა თქვა გორი, ზუგდიდი, რუსთავში, ბათუმში ხემდენი არ არის, მაგრამ იქაც არის ეს პრობლემა. ყველაზე ბევრი რაოდენობრივად მაინც არის ზუგდიდი, შემდეგ არის ქუთაისი, წყალტუბო, ეს ერთად ეს ორი ქალაქი. არა, გაცილებით. ოჯახს ვიტყვი, მე რამდენი სადაც 6000-მდე ოჯახია. ანუ 20-ზე რო გავამრავოთ, არა ბევრი. ზუგდიდში 100,000 ზუგდიდში 100 არა, მაგრამ სადღაც 50-ზე მეტია, 60,000-მდე. საიდანაც მხოლოდ ზუგდიდში ასეთი ბინით საკმაყოფილება რო სჭირდება, ეგეთი არის 13,000 ოჯახი. მარტო ქალაქ ზუგდიდში სტატისტიკით საქართველოში ერთ ოჯახზე ითვლება 3.1 ადამიანი. ხონზე 3-ზე რო გავამრავო, გაიდიდი ციფრია. არა, თუ განდიდი ციფრია. თბილისში რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ხო არის თოვლები? ამ ციფრი ზუსტად არ მახსენდება, ხასმართლე, თუმცა მახსოვს იყო 80,000. მე ძალიან ბევრი საზღვარგარეთ წავიდა სეზონურ სამუშაოებზე, ბევრი გარბიდა. მე მგონი მეორე ადგილზე თბილისი უნდა იყოს. ხაიში ვიშევი გაყარა აქედან ბევრი თოვლი, მაგრამ მაინც ბევრი უნდა იყოს. არა, თბილისი მეორეზე არ არის, თბილისი პირველზეა უბრალოდ, მაგრამ თბილისში მაინც მეტნაკლებად თქვათ იქ ძალიან ბევრი ისეთი კომპაქტური ჩასახლების ცენტრი იყო, რომელიც დაუკანონდა, ვისაც არ დაუკანონდა. უსერიოზულესი პრობლემაა თბილისიც. იმას კი არ ვამბობ, რომ თბილისში ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ თქვათ აი ესეთი ყველაზე მწვავე შეგვიძლია თქვათ, მაინც არის ზუგდიდი, გორი ძალიან მწვავეა, ქუთაისის წყალტუბოს ზონა, თბილისიც. დანარჩენი ახლა პრობლემა ყველგან გვაქვს. იგივე აი რამდენიმე დღის წინ ვიყავ მაგალითად რუსთავში, სადაც უბრალოდ გული მოგიკვდება ისეთ მდგომარეობაში ცხოვრობს დევნილების ნაწილი. ესეთ პრობლემას ყველგან არის. თავს კალიდოში ერთი ტუალეტია, მე რაც ვნახე, გავგეჟდებ ტაშკენტის ქუჩაზე. აი დღეს იყვნენ ჩამოსული გორიდან დევნილები, მე მთავრობის ხომაზე ვიყავი, შეხვდნენ ჩემი თანამშრომლები, ზუსტად ეგეთ მდგომარეობაში არიან. ზუსტად ეს სურათი ვნახე, თქვათ იგივე რუსთავში, სადაც 15 ოჯახი ცხოვრობს ერთ სართულზე და იმ სართულზე არის ერთი სველი წერტილი, ანუ ერთი სამზარეულო, ერთი საფერფარეშო. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის ის პირობები, რომ ასე შეიძლება 21 საუკუნეში ადამიანმა წარმოედგინოს. როგორ შეიძლება? დაიგრა კიდე რა არის 46% ტოვლელებისა, 47% მე სტატისტიკა ვიცი, ნაცრებში ცხოვრობს. ყოველში ძალიან ნაცრები ცხოვრობს. ეს ნაცრები გმირები არიან. ესენი და რა არის, მართლა ესე ბევრი არიან. რაღაცა იცი, მოგვეფიქრებინა, რომ იმ ნათლისმცემლებს, აი ფინის ქირებს გავსია სიმბოლური დახმარება შეწევნა, რომ გაგვეკეთებინა. ვიცი, რომ გიჭირთ ბიუჯეტში კაჭედილები ხარ. ფინის ქირებსაც ძალიან ბევრს ვაძლევთ, მაგრამ ესეც ამოწურვად საბანე ხო იცით როგორ არის. ფინის ქირებს გადავხდი, ახალს ვერ აშენება, მშენებლობაზე წახვალ, თქვათ, გავატყობს ვერ დაეხმარები. საბოლოო ჯამში ისე ვამბობ, კი ძალიან ცოტა 45 ლარი, მაგრამ ხო გაორმაგდა და ეს გაორმაგება ცოტა ოჯახისთვის არის, მაგრამ ბიუჯეტისთვის დიდია უკვე რა. ისე როგორც ის პენსია, ის ჯანდაცვა, საყოველთაო დაზღვევა, ეს ყველაფერი ჯამში თქვათ, ეხლა იმას ხომ მაინც ვერ იტყვის, რომ ტყუილა იხრება ფული, ხო, განსხვავებით თქვათ სააკაშვილისგან, რომელიც ხან პარლამენტის მშენებლობა მომუნდებოდა და ხან თავის სასახლეს. ეს გიჟე ახლა დუკონია რომ გავს ყველას. ვაღიარებ სოციალურად ორიენტირებულია თქვენი მთავრობის პოლიტიკა. მართლა ვაღიარებ, მაგრამ არა და ის არა, აჩვენება არა, მაგრამ რა არის ემაპათია. მაინც აი უფრო ლოგიკულად და უფრო რაციონალურად შეიძლება. ვიშა დაუვა ქვეყანა. აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ მართლა თოვლების ფულით თვითფინავი იყიდა ახლა მოვალ ლაპარაკობ. თავის საკათალო თვითფინავია თოვლების ფულით იყიდა 4 მილიარდმა. ეს რაღაცა იაფს არ ვიცი რა, გამჭვირვალე გახადეთ რა ყველა დიდი გადაწყვეტილებას უძლებ. მე არ ვარ სუბიექტური. ხადათით რა 20 ოჯახიან იმეზე პრინციპებზე. შვენიერია შედი ინტერნეტში სავსეა. დანიაშიც იყიდებ ასობით არის, ესენი არის გასაყიდად დამზადებული. კეთი ეს არის ლოკალური. თუ კი სადღაც დაინგრა თუნდაც რომელიმე შენობა რაღაცა მოხდა რა, რომ უცბად შეასახოს სადღაც. მართლა გენი უნდა მარტო და წყალის მიერთება.
ნუ უყურებთ ეს იუმორი. არა, იუმორი არ უყურებ, მაგრამ ეხლა პრინციპით ის არ ვიცი ხრაზე. აი მე სოზა აქტობით ფილმი არის, ფრანგებს აქვს გადაღებული გერმანელებს. აი ეს პალატაში გორაც ეძახა. ესენი მანქანებზე პრინციპები რო ოროთახიანი, სამოთახიანი. დიოგენე ცხოვრობდა იმაში. დიოგენე კლასიკი გეთახილ, მაგრამ ეს აი 5 კაციანი ოჯახი იცხოვრებს რა. გასწობაც აქვს, კონდიციონერიც აქვს, ტუალეტი აქვს თავისი. სოზა დამეჭერე წელი წერტილი არის ნომერ პირველი პრობლემა თო ყველა თოლ ვიცი რომ ავადმყოფი არის. და ცეჰეპატიტი არის მოდებული ძალიან. ცეჰეპატიტი აქედან წარმოიშვა, არა ანტისანიტარიიდან ხო? აი გეფიქრათ, არის კომისია მაინც შექმნით, ღირს თუ არა 100 წელი იყიდეთ რა. არ არის ძვირი 100 წელი არის. მილიონი ზადისგება. განიხილეთ თავრობის ფორმაზე და იყიდეთ ელემენტარულად, აი თუნდაც ზღვისპირას რო გახვიდეთ, აი თუნდაც ქობულეთისკენ რო რაღაც აი 20-30 ოჯახიანი პატარა მიკრო დასახლებას აღით. ერთად იქნებიან, ერთად გაუძლებენ ყველაფერს და ერთად დაასახელონ. მოიფიქრეთ რაღაც 1000 სქემა ის და სცენარის აწყობა შეიძლება. არის სოზარეს ოღონდ განხილვა შეიძლება ყველა იდეას რომელიც ერთ შეხედვით გიჟურა შემოგიჩვენოს. მე ამ დროს ამას არ უყურებ როგორც პერსპექტიულ პროექტს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა განხილვა და ფიქრი ყველაფერზე შეიძლება. იმას თუ აი ორი კვირის ვიყავი, მაპატიერ ემაზე აი იმისკენ ბათუმიდან რომ გადიხარ საფის სანამ აეროპორტიდან გაყოლა ქვედა ზონიდან. იქ იყო რაღაც მოედანი. დაათვალე 27 ესეთი პრინციპის მანქანები იყო. ესე იგი გერმანიიდან მოდიოდნენ ეს ტიპები თურმე, ესე იგი გაუვლიათ ეს ბალკანეთი, თურქეთი. საქართველოს აქედან მერე თურმე უნდა ასულიყო ვლადიკავკაზით რუსეთს. სადღაც დადიოდნენ. გამახსენდა იქ ერთმა გითხრა რომ ვოლგისპირეში რუს გერმანული დასახლებები იყო. იქ მიდიოდნენ. პოზიცია საიდან უვლინეთ ეს. აი რომ შევხედე ამ მანქანებს, სოზარ აი შენატონის დონის ის იყო კომფორტის შიგნით. მარტო გეუბნები მაგათ ხოდათ ახალი მანქანები, მაგრამ ნახმარი მანქანებიც არაა ცუდი. ახალი 10-დან 12000 ევროების. მაგრამ ნახმარი 1000-ად 1500 ევროს შეიძლება თავისუფლად იყიდო. ანუ ალბათ მაინც ინტერნეტი მოძებნეთ, დამიჯერეთ, უბრალოდ ეს თვალს გაუხატებთ სამოთახიანები. სხვა პრობლემებზე, რომლებიც ძალიან ბევრი ერთი. ბევრი გექნება ძალიან. შეიძლება პატარა ამბოვე, მაგრამ 20 ბავშვი სექტემბერში მიდის. რამდენიმე მიდის ნორვეგიაში, რამდენიმე დევნილებს ის ბავშვებს, რამდენიმე მიდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დასასვენებლად რაღაცნაირად თავის თანატოლებს გაიცნობენ. ამ ფულს დონორები გვეხმარებიან ამ შემთხვევაში, დონორების დახმარებით არის. ასე რომ მართალია ცირე პროექტებია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ეს ყველაფერი არის, სხვა წოთობით ივსება ის ხო და იმოცი ბავშვისთვის ეს ზღვაში წვეთი კი არ არის, ეს არის მთელი სამყარო, ახალი ხედვა გაეხსნება და ახალი ცხოვლის სიცოცხლე ჩაუდგებათ გულში და თვალებში ნათელი ჩაუდგებათ და ამიტომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ზღვაში წვეთი ერთ ბავშვის სიცოცხლეს რო გადაარჩენ თქვათ დაეხმარები, მაგრამ ბავშვისთვის ზღვაში წვეთი კი არ არის. არის რაღაც ინიციატივებს თუ აკეთებთ, აქეთ რა ჩვენს მე ახლა ურექს შეადავდევარ ხოლმე და ჩემს წერტილიანების გამო 8 წელი იქ დამყავს ხოლმე და იქ როგორ არის ზეგა ზატარ ტოლოლები ვისი ბავშვების არიან წერტილიანები იქ დაყავდა 5-8 სიტიან ერთ ღამეში. წარმოიდგინე პატარა ბუთკები ვით არის იქ ცხოვრობენ და პურნალობენ ესე დაყავთ ქვიშაში ვანებს იღებენ და ამის აღებად შეგიძლია თქვენება ურეკი არის, აი მართალია ფანტასტიკური სამკურნალო დაწესებულება რა. ქვიშის მაგნიტური ქვიშა ძალიან ბევრ ძვალმოტეხილობას ამდაგვარებს აჩენს. იფიქრეთ ურეკში ერთი 200 ოჯახი რომ დაასახლოს და რა ვიცი, სასტუმროს კავშირი რომ დააბინაო და აი თუნდაც აი სტატისტიკა რომ მოიძიოთ, რამდენი არის წერტილიანი ყოველი ბავშვი რომ მათი ორგანიზებულად იგაგზავნას შეიძლება. ბევრი პერსპექტივა გაქვს და მე გამიხარდება სოზარ ვიცი რომ ენერგიული კაცია და ყველა შენ სიახლეს თუ კი მოგვიტანდა მაყურებელს მოასმენინებ რა განათლებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო თემაა და ამით აუცილებლად შევიდეთ. თუნდაც ერთი თემა რომ მეკარ პოზიტიური მიხარია. წარმატებად გისურვებთ შემოსულდა. უცბად გეუბნებით. კარგად. აი იდიოტური ომი
ამდენი საათოლი და ის წინა ომის პრინციპში იდიოტურად დაიწყო და იდიოტურად დამთავრდა და მე ხალხი ზარალობს და ამ ხალხის დაპატრონებაზე ფიქრობს თემი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წინაპირობა არსებობდა, რომ ომი გაჩაღებულიყო, უამრავი ადამიანი იყო, ვინცაც ეს უნდოდა და ცდილობდა გაეჩაღებია, თავიდან აცილება შეიძლება და პირველი სიც, მეორე სიც და შუაში პატარ-პატარა კონფლიქტებისაც. ამაში რმად ვარ დარწმუნებული, თუნდაც აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, რაღაცა გალში დოღები და მთელი ამბები. აი, ისიც იყო მართლა ხელოვნურად ერთ-ერთი გამოყარეს აბსოლუტურად. ერთ-ერთი კატასტროფა იყო ის დღეები, რომ ახსენდება. სისპირით მორბოდა ხალხი, აი ეს. მადლობა სოზა, დიდი მადლობა. სუბარი გახდა ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა რომ გისმენთ. დაგველოდეთ ხალხო ეს საინფორმაციო შემდგომა და ზაქარიშვილი გოღოლება სხვა ჩვენს ბახთან. ავტოპია 6-ში. საღამოს და საოცრები პირდაპირ გვალს არ გაგიჟდეთ და არ დაიწყოთ ომი. და ეს ყოლება ახლა ჩვენ. მადლობა, დაგველოდეთ.